გონია რომ ყველაფერი უკვე იყო და დასრულდა, მაგრამ რატომღაც ის განცდები ისევ ბრუნდება. ერთი და იმავე ნეგატიურ ემოციებს ისევ განიცდი? ეს შეიძლება კარმული გაკვეთილი იყოს. გინდა გაიგო როგორ შეცვალო ეს მდგომარეობა? სანამ გაგიზიარებ კონკრეტულ კითხვებს, მანამდე შეინახე ვიდეო და მოგიყვები პირად მაგალითზე. 5 წლის განმავლობაში წელიწადში ერთხელ ერთი და იგივე სცენარი მეორდებოდა ჩემს ცხოვრებაში. ყოველ ჯერზე ცხოვრობდი მასში გაბრაზებული, დათრგუნული და არამკითხე მდგომარეობაში. მაგრამ როგორც კი შევცვალე ხედვა და ემოციური რეაქცია, გავხდი ამაღლებული, ხიარული, მშვიდი და ამაყი. და იმ დღეს ის სცენარი სამუდამოდ დასრულდა. თუ შენც ერთი და იგივე წრეზე დადიხარ, არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროა, ფინანსები, ურთიერთობები თუ სხვა, გაგიზიარებ 5 კითხვას, რომლებიც დაგეხმარება ამოიცნო რასთან გაქვს საქმე. პირველი, რა სიტუაციები მეორდება ხშირად და რა ემოციებს განვიცდი? მეორე, ვისთან მაქვს გაუმჟღავნებელი ნეგატიური ემოციური კავშირი? მესამე, რას ველოდები სხვებისგან, რასაც არ ვაკეთებ მე თვითონ საკუთარი თავისთვის? მეოთხე, რისი მეშინია რომ არ განმეორდეს, მაგრამ მაინც მეორდება? მეხუთე, რას ვერ ვაანალიზებ და ვსწავლობ ყოველ ჯერზე, როდესაც ეს სცენარი კვლავ და კვლავ მეორდება? გულწრფელი პასუხები მოგცემს კაფიო გააზრებებს. რა და რატომ ხდება? და როგორც კი ემოციურ დამოკიდებულებას შეცვლი, იხსნება დახურული წრე და ჩნდება ახალი შესაძლებლობები. თუ გინდა კარმული გაკვეთილებისგან სამუდამოდ განთავისუფლდე, ჩაეწერე პირად კონსულტაციაზე.